ყველას საფეხბურთო სალამი და მე კვლავ გიბრუნდებით უცხელესი საფეხბურთო სიახლეებით. ვიდეოს დაწყებამდე თხოვნა იქნება ავიდეთ 2000 მოწონებაზე, ასევე სამწუხაროდ მაყურებლის 70%-ს არხი გამოწერილი არ გაქვთ. გამოვასწოროთ ეს შეცდომა, გახდით ჩვენიანი და გაიგეს სპორტული სიახლეები პირველმა. ახლა კი ფეხბურთს დაუბრუნდეთ. მოსკოვის დინამოს ყოფილმა ფეხბურთელმა ომარ თეთრაძემ, რომელიც საქართველოში ბოლოს იბერიას მთავარი მწვრთნელი იყო, მაჩტივისთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის განვითარებაში რუსეთის პრემიერ-ლიგამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. თქვენი აზრით გაუმჯობესდა თუ არა ქართული ფეხბურთისა და საქართველოს ჩემპიონატის დონე ბოლო წლებში? აი როგორ უპასუხა ომარ თეთრაძემ ამ შეკითხვას. დიახ, მე ასე მგონია. ბოლო წლებში ახალგაზრდები ვითარდებიან. ნახეთ, რამდენი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს ამჟამად ევროპაში. საქართველოს ნაკრებს თუ გადავხედავთ, მისი ფეხბურთელების 95% ევროპის ჩემპიონატებში თამაშობს. რომ შევადაროთ, იქ იმდენი რუსი არ თამაშობს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართული ფეხბურთი ერთი საფეხურით მაღლა ავიდა. დიახ, ახალგაზრდები ყოველთვის კარგები იყვნენ, მაგრამ ერთსა და იმავე გუნდს ოდნავ განსხვავებული შედეგები ჰქონდა. თუმცა შემადგენლობა სახელებით უფრო ძლიერი იყო. დიდი ალბათობით ეს ფეხბურთისადმი დამოკიდებულებით არის განპირობებული. საქართველოში მძიმე დრო დასრულდა. ეს ყველას ეხება, მათ შორის ფეხბურთსაც. მაგრამ მაინც არ შეგიცვლიათ პოზიცია, რომ საწყის ეტაპზე ქართველმა ფეხბურთელმა რუსეთში უნდა მოსინჯოს ძალები. ამაში დარწმუნებული ვარ, რუსეთის ჩემპიონატი ხომ ძალიან რთული სათამაშოა. საქართველოც კარგად არის მომზადებული, მაგრამ აქ უფრო მაღალ დონეზეა. ეს კარგი სკოლაა. ავიღოთ თვალსაჩინო მაგალითი, კვარაცხელია. რუსეთის პრემიერ-ლიგაში თამაშმა მას მხოლოდ სარგებელი მოუტანა. მოგვიანებით ხვიჩესთვის ევროპაში ადაპტაცია ბევრად უფრო ადვილი იყო. კვარაცხელიას ამ დონეზე თამაში რუსეთის ჩემპიონატს დიდი წვლილი მიუძღვის. განაცხადა თეთრაძემ. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრები ამ თემასთან დაკავშირებით, რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით მის მოსაზრებას. გავლენიანი ფრანგული გამოცემა Le Equipe ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს და ქართული შემტევის PSG-ში ადაპტაციას განიხილავს. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ 24 წლის შემტევს პარიზულ გუნდთან ინტეგრაცია ჯერ კიდევ არ დაუსრულებია, რის გამოც თავის შესაძლებლობების დიდ ნაწილს ვერ ავლენს. ხვიჩა კვარაცხელია პარიზულ გუნდში ყველა სირთულეს აცნობიერებს. მისი ჩამოსვლის შემდეგ ბრედლი ბარკოლამ ახალი დონე აღმოაჩინა, რაც კვარაცხელიას სიმშვიდის შენარჩუნებაში ნამდვილად არ ეხმარება. თუმცა მან კარგად იცის, რომ ლუის ენრიკეს სასტარტო 11 ულში ადგილის დამკვიდრება შეუძლია და მზადაა ამისთვის ყველაფერი გაიღოს. ამიტომ რა თქმა უნდა გარკვეული დრო დასჭირდება, რათა ესპანელი მწვრთნელის ფილოსოფია სრულიად მოერგოს. ის ხომ აქ მხოლოდ ერთი თვის წინ ჩამოვიდა. სადებიუტო მატჩში მან მშვენივრად წარმოაჩინა თავი და სადებიუტო საგოლე გადაცემა მიითვალა. თუმცა ეს არ არის ის, რასაც მისგან ელიან. ეს თავადაც კარგად ესმის, ამიტომ ნაპოლის ყოფილ ფეხბურთელს უფრო მეტი შრომა მოუწევს, რათა ძლიერი კონკურენციის დაძლევა შეძლოს. მისი ნიჭი უდავოა, რომ უმაღლეს დონეზეა. ეს განვლილ შეხვედრებშიც დაამტკიცა. მისი განსაკუთრებული ტექნიკისა და სწორი თამაშის წყალობით უკვე შეძლო მეტოქე გუნდის კარის ბადეების შერხება. ხვიჩა კვარაცხელიამ PSG-ს მაისურით ყველა ტურნირზე 6 მატჩი ჩაატარა და თავი 1 გოლითა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ქართველი შემტევის გუნდი მომდევნო შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე 4 შაბათს ბრესტის წინააღმდეგ გამართავს. წარმატებები ხვიჩას და იმედია ჩემპიონთა ლიგაზეც გამოიჩენს თავს გოლით ან საგოლე გადაცემით მაინც. საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში გიორგი მიქაუტაძის ლიონი სტუმრად მონპელიეს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად 4-1 დაამარცხა. ქართველი შემტევი ლიონის სასტარტო შემადგენლობაში იყო და თავი გოლით ზედიზედ მეორე შეხვედრაში გამოიჩინა. მიქაუტაძემ მესამე წუთზე მეტოქე საჯარიმოში ჩერქის გადაცემა ზუსტად გამოიყენა და ბრწყინვალე შესრულებით თავისივე გუნდი დააწინაურა. ჟორჟ 13 რეალური შანსი აღარ მისცემია და საბოლოოდ ფონსეკამ 70-ე წუთზე ალექსანდრ ლაკაზეტით შეცვალა. მატჩის დასრულების შემდეგ გიორგი მიქაუტაძე ფრანგ ჟურნალისტებს გაესაუბრა და განვლილი შეხვედრა შეაფასა. ეს გუნდისთვის დიდი გამარჯვებაა. პირველი ტაიმი საკმაოდ რთული გამოდგა, მაგრამ მეორე ნახევარში მოედანზე სხვა შემართებით გავედით და საბოლოოდ 3 გოლი გავიტანეთ. მწვრთნელმა გვითხრა, რომ უფრო მეტი გულით და თავდადებით გვეთამაშა და სწორედ ასე მოვიქეცით. მნიშვნელოვანია, რომ მომავალ მატჩებში ევროტურნირების ზონაში პოზიციები გავიმყაროთ. მატჩამდე ვიდეო ანალიზი და მეტოქის სუსტი წერტილების შესახებ ვიცოდით. მნიშვნელოვანია, რომ თამაშიდან თამაშამდე ვუმჯობესდებოდეთ. ახლა ეს მოგება უნდა დავივიწყოთ და PSG-სთან მატჩისთვის საუკეთესოდ მოვემზადოთ. დაწერეთ თქვენი აზრები ამ თემასთან დაკავშირებით. მალე ერთმანეთს კვარაცხელია და მიქაუტაძე ერთ მოედანზე შეხვდებიან, ოღონდ სხვადასხვა ფორმებში. დაწერეთ ვის გულს შემატკივრობთ უფრო მეტად და როგორ ფიქრობთ, რომელ გუნდს აქვს მეტი შანსები მოსაგებად. ლიონის მთავარმა მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ მონპელიესთან გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან გიორგი მიქაუტაძის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელის შედეგიან
მრავალწლიანი თამაშის გამო ბედნიერია. მიქაუტაძის და ლაკაზეტის გოლები? მათი თამაში საკმაოდ პოზიტიურია. ისინი აქ გოლების გასატანად არიან. ძალიან ბედნიერი ვარ გიორგის გამო. იმის გარდა რომ გოლი გაიტანა ბოლო ორ თამაში დაცვაში ძალიან ბევრი იმუშავა. გოლის გატანას ნამდვილად იმსახურებდა. ლაკაზეტზეც იმავეს ვიტყვი, რაც გუნდში ვარ მან მხოლოდ 2 ვარჯიში ჩაატარა და ამის მიუხედავად გოლის გატანა მაინც მოახერხა. მათ შორის კონკურენცია? ჩემთვის ეს კარგია, რადგან ამ ორ მოთამაშეს შორის რთულია ერთ-ერთი აირჩიო. Team Talk-ის ინფორმაციით ლივერპული მზადაა ზაფხულში ალისონ ბეკერს დაემშვიდობოს. აქედან გამომდინარე მამარდაშვილის Anfieldზე სასტარტოში თამაშის შანსი მნიშვნელოვნად იზრდება. ბრაზილიელი მეკარე ევროპაში დარჩენას გეგმავს. საუდის არაბეთის კლუბების წინადადები მისთვის პრიორიტეტული არაა. გასულ ზაფხულს ქართველმა მეკარემ ლივერპულთან გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა და 1 წლიანი იჯარით ვალენსიაში დარჩა. ლივერპულს მამარდაშვილის ტრანსფერი 35 მილიონი ევრო დაუჭდა. ალისონის ტრავმიანობიდან გამომდინარე იყო ვარაუდი რომ შეიძლებოდა წითლებს ის Anfieldზე იანვარში გადაეყვანათ, მაგრამ ბრაზილიელი მეკარის სარყოფნაში კელეჰერი მაღალ დონეზე ასპარეზობდა და ეს ვარიანტი გამოირიცხა. მიმდინარე სეზონში კელეჰერმა პრემიერ ლიგის 8 და ჩემპიონთა ლიგის 4 მატჩში ითამაშა. ასევე 5,000 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. რაც შეეხება ქართულ მეკარეს, მამარდაშვილმა ლა ლიგაში 20 მატჩი ჩაატარა, 5 შეხვედრაში გოლი არ გაუშვია. კელეჰერისა და მამარდაშვილის შესაძლო კონკურენციასთან დაკავშირებით ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მეკარემ პოლ რობინსონმა ისაუბრა. ნიუკასლის მთავარი მწვრთნელი ედი ჰაუ თუ კელეჰერს პოუზე მაღალი დონის მეკარედ მიიჩნევს ცდება და ჩემი თუ არ სჯერა ლივერპულის მწვრთნელებსა და ხელმძღვანელებს კითხონ, რომელთაც სწორედ კელეჰერის არასაიმედოობის გამო გადაუხადეს ვალენსიას ამხელა თანხა გიორგი მამარდაშვილის სანაცვლოდ. ქართველი რომ ირლანდიელს ბევრ რამეში აღემატება, ამაზე საუბარი ზედმეტია. დაწერეთ თქვენი აზრები კომენტარებში ამ თემასთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, გაუჭირდება თუ არა გიორგი მამარდაშვილს ლივერპულში სასტარტო შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება? დღევანდელი ვიდეოს დასასრულს მიუახლოვდა. იმედია მოგეწონათ, ასეთ შემთხვევაში აუცილებლად დაალაიქეთ ის და გამოიწერეთ არხი. მე კი ძალიან მალე დაგიბრუნდებით და აბა, წარმატებები.